მაინც ჩვენ გაგვაჩნია. თავიდან მეტყვილა არ დავიწყო. მოგესალმებით არიან. დააკვირდით მათ რიტორიკას. და ეს გაცხელებული დეპუტატი. მე მიბმული ვარ კაცო ამასთან. ეს არის ჩვენი პირველი შეხვედრა ამომრჩევლებთან და აი ნენელა ვეცნობთ იმ პრობლემებს, რა პრობლემებიც არსებობს. მე ვფიქრობ, რომ ეს პრობლემები მოგვარებადია, ნენელა აქ არ გაგვიცია რაღაც ესეთი დაპირებები და ზღაპრები არავისთვის არ მოგვიყოლია. ეს არის ჩვეულებრივი შეხვედრა, რომ და ხვდებით იმ სიყვარულს, იმ პატივისცემას და იმ სულისკვეთებას, რაც ხალხს აქვს შერჩენილი. იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ტელევიზიის და ზოგიერთი ჟურნალისტის აკვიატებული აზრებით ქვეყანა არ უნდა იცხოვროს. ძალიან საღი მდგომარეობა, არაჩვეულებრივი. უბრალოდ ჩვენ კიდე უთხარი კიდე ვართ, ჩვენ არა ვართ ჯადოქრები და სასწაულის მოქალაქე, ჩვენ ადამიანები ვართ, რომლებიც ამ ბრძოლას იღებენ და ამ ბრძოლაში გადაეშვებიან და ვიბრძოლებთ ისე როგორც ეს ჩვენ ხელგვეწიფება. რასაკვირველია კანონიერად ეს პრობლემები რომლებიც დაგროვილია შეიძლება თუ კანონის ხარვეზია კანონი უნდა გასწორდეს თუ ვიღაცა ვერ ართმევს თავის სამსახურს თავს ესე უნდა დაეთხონ სამსახურს და ძირითადად ესა რაც შეეხება რატო უნდა მოგცენ ხმა მე ვფიქრობ რომ არა მარტო ამ ოლქში ქალაქში და ქვეყანაშიც არიან ძალიან ბევრი ადამიანები რომლებიც იზიარებენ ჩემს ფიქრს, ჩემს ფასეულობას, ჩემს აზრებს და ასე რომ ესეთი მრავალრიცხოვანი არმია არიან, ასე რომ მათი მიტოვება და ამ ბრძოლიდან ესე გაქუსვლა არ შეიძლება. ასე რომ მე ვფიქრობ, რომ ურთულესი არჩევნებია, გარდამტეხი არჩევნებია და ეს არჩევნები დამთავრდება ესე როგორც ღმერთი ისურვებს და როგორც ჩვენს ამორჩევლებს ჭირდება. ასე რომ ამ ბრძოლისთვის ჯერჯერობით მე მგონი რომ ვარგი ვარ. სოციალური თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. იცით რა, იმდენი პროექტი გაკეთე, იმდენი ფული დაიხარჯა და მაინც რჩება ეს თემა ნომერ პირველ თემად. კომუნიკაციები, სახლის გამაგრება, ავარიულ მდგომარეობაშია სახლები. განსაკუთრებით განვიცდი მოხუცების და ბავშვების გამო. ახალგაზრდები მაინც ვაჟკაცურად გარან, ბევრი დასაქმებულია, ბევრი თვითდასაქმებულია. მაგრამ აი ეს თემა, რასაც ქვია სოციალური ნაწილი, აი ამ უბედურებისა, რასაც საცხოვრისი პირობების გაუსაძლისი მდგომარეობა ქვია, ეს არის ნომერი 1 პრობლემა ჩვენ რაიონში. დასაქმების თემა რასაკვირველია თავისთავადია, მაგრამ ადამიანს ფსიქოლოგიურად თრგუნავს ის გარემო ბევრ ადგილას, სადაც იგი ცხოვრობს. და ვფიქრობ, ეს ფსიქოლოგიური გარდატეხა უნდა მოხდეს მნიშვნელოვნად ადამიანებში, როდესაც გზნობენ ხარში დგომას და როდესაც გზნობენ, რომ რეალური სიტყვა რეალურად სრულდება. მე ვფიქრობ, ზაზა პაპუაშვილიც მეც ის ადამიანები ვართ, ვინც სწორედ ესე ფიქრობს და მათ პოზიციას იზიარებს.